დროებითი მორატორიუმის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიშები განაახლა. კვირა დილით უკრაინის ქალაქ დნიპროზე შაჰედის ტიპის დრონებით მიტანილ იერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი მაღაროელები იყვნენ, რომლებიც სვლის შემდეგ სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ, როდესაც ტრანსპორტზე დარტყმა განხორციელდა. დაშავებულია 7 ადამიანი. დარტყმა იყო ხერსონზეც. სამიზნე კვლავ ავტობუსი აღმოჩნდა. რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს სამშობიაროზეც. დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბიჭი. იმ მომენტისთვის მიმღებთან პაციენტები არ მდგარან. პირველ სართულზე ვიყავი, როდესაც ხმაური გავიგონე. ეს შაჰედის დრონი იყო, რომელიც გვიახლოვდებოდა. ტელეფონი ავიღე და სწრაფად გავიქეცი. შემდეგ იყო აფეთქება. აფეთქების ხმა გავიგეთ და მეუღლესთან ერთად მოვედი, რომ აქაურობა დავალაგო. ეს ფიზიოთერაპიის ოთახია, სადაც კარდიოგრამას ვიღებთ ხოლმე. ჯერ ისევ შოკში ვარ. 20 წელი აქ ვმუშაობ და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის ხილვა ჩემს სამსახურში. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ხდება აბუ-დაბიში, რომელიც ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკვე დაანონსა. სამხრივი შეხვედრა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით გაიმართება უკვე 4-5 თებერვალს. უკრაინელი ლიდერის განცხადებით, კიევი მზადაა ხელშესახები დისკუსიებისთვის. ის იმედოვნობს, რომ შეხვედრა ომს რეალურ და ღირსეულ დასასრულამდე მიიყვანს, თუმცა ტერიტორიულ საკითხებზე საუბარს მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან აპირებს. პრეზიდენტის თქმით, ამის გარეშე დიპლომატებითა და სამხედროებით დაკომპლექტებული ჯგუფები ვერ შეძლებენ მოლაპარაკებებზე დასმული საკითხების მოგვარებას. ორშაბათს ჩვენი ჯგუფი მოლაპარაკებებზე მიფრინავს. სამხრივი შეხვედრა უკვე შეთანხმდა შესაბამის დონეზე. ის 4 შაბათსა და 5 შაბათს წინა შეხვედრების მსგავსად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შედგება. უკვე ვესაუბრე რუსტემ უმეროვს მოლაპარაკებების ჩარჩოსა და სხვა სამზადისთან დაკავშირებით. ველით, რომ ამერიკული მხარე იქნება ძველებურად აქტიური. დეესკალაციის ზონები იქნება ეს თუ იერიშების შემცირება. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რაში იქნება ამერიკული მხარე წარმატებული, იმისათვის, რომ ადამიანებს ქონეთ ნდობა პროცესისა და შედეგების მიმართ. სულს გამოვეხმაურო დღეს დნიპროში ავტობუსზე განხორციელებულ დარტყმას. ეს დანაშაულია, საჩვენებელი დანაშაული, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ესკალაციაზე. როტება უნდა შეწყდეს. ოფიციალური კიევის ცნობით, მხოლოდ იანვარში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 6000 დრონი გამოიყენა. ყინვებში უკრაინაზე იერიშების დროებით შეწყვეტის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის მიცემული პირობა კრემლმა 30 იანვარს ამოწურა და სწრაფად შეუდგა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების განახლებას. ამჟამად 8000-მდე ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება ოდესაში. კიევში სარემონტო სამუშაოების წყალობით მათმა რიცხვმა იკლო და ამჟამად ენერგია 200-მდე ოჯახში აღსადგენი. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთის შესუსტების გეგმას მიყვება ევროკავშირი. უკვე მზადებაშია მეოცე სასანქციო პაკეტი. კრემლში ისევ ამტკიცებენ, რომ ამ გზებით ვერ დააზიანებენ. დასავლელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა დაებლოკათ ბიზნეს კავშირები რუსეთთან შენარჩუნდა და გაიზარდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ჩვენი საექსპორტო კონტრაქტები სტაბილურობას ინარჩუნებს. გასულ წელს რუსეთის სამხედრო პროდუქცია 30-მდე ქვეყანამ შეისყიდა მსოფლიოში. შემოსავალმა კი $15 მილიარდ გადააჭარბა. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები სტივენ ვიტკოფი და კირილ დიმიტრიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში ერთმანეთს შაბათს შეხვდნენ. ითქვა, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა შედეგზე არაფერი თქმულა.